ეს დოკუმენტი მთლიანობაში ასახავს იმ ტრაგიკულ მდგომარეობას, რომელიც არის დღეს შექმნილი ევროპულ ბიუროკრატიაში. ჩვენი იმედი გვაქვს, რომ ეს ტრაგიკული მდგომარეობა შეიცვლება და ეს მუდმივი უკუსლა, რომელსაც განიცდის დღეს ევროპული სივრცე, როგორც დემოკრატიის კუთხით, ისე ადამიანის უფლებების კუთხით, ასევე ეკონომიკური კუთხით. იმედი გვაქვს, რომ შემოbrunდება. ჩვენ გვინდა, რა თქმა უნდა, გავხდეთ ასეთი შემოbrunებული ევროკავშირის წევრი და არა ესეთი ევროკავშირის წევრი, როგორცაც ხედავთ დღეს. მე ვიტყოდი, ეს არის რეალურად ეროვნული მნიშვნელობის საქმე ჩვენი ქვეყნისთვის. თქვენ ხედავთ, რომ ჩვენი ქვეყანა და მისი პოლიტიკური სისტემა ტრიალებს ერთ ჩაგედელ წრეში. არის კრიმინალური დაჯგუფება. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, დემოკრატიულმა სისტემამ უნდა დაიცვას საკუთარი თავი და ამის მექანიზმს ადგენს საქართველოს კონსტიტუცია. ეს არის სამართლებრივი მექანიზმი, კონსტიტუციური მექანიზმი, რომელსაც ჩვენ ბოლომდე გამოვიყენებთ, რა თქმა უნდა, ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში. 2020 წლის საბოტაჟი, 2024 წლის საბოტაჟი, რევოლუციის ხუთი მცდელობა, რომელიც ჩვენ გავიმოვიარეთ ამ 4 წლის განმავლობაში, ეს ყველაფერი არის, რა თქმა უნდა, უცხოური სპეცოპერაცია და ამ უცხოურ სპეცოპერაციაში თანაბრად იყვნენ ჩართული როგორც ნაცმოძრაობა, ახალი, ისე ლელო და კახარია, ხო? აქედან გამომდინარე, ერთმანეთსკენ თითის გაშვერა მათი მხრიდან არ არის სწორი, ისინი ყველა ერთად იყვნენ ჩართული უცხოურ სპეცოპერაციაში საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.